ბაკურიანში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპმა სტარტი აიღო დიდველის მთაზე შეჯიბრება სამთო სათხილამურო სპორტში ჩატარდა ტურნირში გუდაურელი სპორტსმენებიც ჩაერთვნენ. ასპარეზობაში 11-დან 20 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპი სამთო სათხილამურო სპორტში. ტურნირის მეორე დღეს სპორტსმენებმა ძალები გიგანტურ სლალომში მოსინჯეს. დიდველის მთაზე ასპარეზობა მძიმე მეტეოროლოგიური პირობების პარალელურად მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, ორგანიზატორები სპორტსმენების გამოსვლას ამ ეტაპისთვის დადებითად აფასებენ. რაც შეეხება ჩემპიონატის ჩატარებას, ვატარებთ 7 ეტაპად, როგორც ვთქვით, იმისთვის რომ გამოვავლინოთ საუკეთესო მოთხილამური ბავშვები, მიცეთ სტიმული ბავშვებს, რომ გაიზარდონ შემდეგ პროფესიონალურ მოთხილამურობად, ვისაც მოუნდება გაგრძელება დიდ სპორტში და გავზარდოთ ახალი თაობა, რომელიც მიიღებს უკვე მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრებებში და წარდგება სხვადასხვა ჩემპიონატებზე შეჯიბრებებში საქართველოს სახელით. მეორე ეტაპი წარმატებული აღმოჩნდა კახა კურტანიძისთვის. 17 წლის სპორტსმენი სპეციალური და გიგანტური სლალომის გამარჯვებული გახდა. კურტანიძემ 1000 მეტრიანი რთული ტრასა 54 წამსა და 18 მეასეთში დაფარა. მას 2 წამით ჩამორჩა დავით გავა. მესამე ადგილი კი გუდაურელმა ირაკლი შხეიძემ დაიკავა. იღბლიანი სტარტის შემდეგ პოზიციები დათმო ბაკურიანელმა სოსო ბაკაევმა, რომელიც იმედოვნებს, რომ პირველი ადგილის დაკავება შემდეგ ეტაპზე მოახერხებს. ძალიან კაი ტრასა იყო. შეჯიბრის ძალიან კაი იყო. გავხნევებული ვიყავით სტარტზე, ძალიან კარგად ვიყავით და კაი იყო რა. ვაშთა ტურნირის მსგავსად გოგონათა შორისაც მოწინავე პოზიციებისთვის ერთმანეთს ბაკურიანელი და გუდაურელი სპორტსმენები ეცილებოდნენ. ნატაშა გავამ დისტანციის დაფარვა 58 წამსა და 57 მეასეთში შეძლო და პირველი პოზიცია დაიკავა. მეორე იყო გუდაურელი თამარ ჯაღმაიძე, რომელიც პირველ ადგილოსანს 40 მეასეთით ჩამორჩა. კარგია რომ მაინც ჩატარდა. კი არ გვაკმაყოფილებს, მაგრამ მაინც როგორც შეგვეძლო გამოვედი სპორტსმენები ვართ და ყველაფერს უნდა გავძლოთ. საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი გუდაურში გაიმართება. სპორტსმენები ერთმანეთს სპეციალურ და გიგანტურ სლალომში 6 და 7 თებერვალს შეეჯიბრებიან.